საღამომშვიდობისა დაგლოცეთ მამაო. ქრისტე აღდგა ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი პატიოსანი მაყურებელი და მსმენელი. ძალიან დიდი მადლობა მამაო ამ ნაბიჯისთვის. მადლობა რომ მომიტვიეთ. მე ვიცი რომ დიდად თქვენ არ გიყვართ ხოლმე ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და გიორგის მადლობა იმისთვის რომ ჩვენ დაგვაკავშირა. თემა რადგან შევარჩიე და თან თქვენც მითხარით რომ არ მინდა თემის ირგვლივ არ მითხრა რა როგორც შენ გაგიხარდება ისე გააკეთო მე მინდოდა პირველი ლაივისთვის პირდაპირ რაც ეხება სულიერებას სულიერი მოძღვარი რა უნდა იყოს როგორი უნდა იყოს ამ თემის ირგვლივ მოქვს კითხვები გამზადებული მაყურებელსაც ვეტყვი რომ შიგადაშიგ მამაოს დაუსვავ თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს მხოლოდ თემის ირგვლივ რაც არ იქნება იმ კითხვას მაინც არ გავაჟღერებთ ყველათ ნუ დაიღლით თავს და ნურც გეწყინებათ. რას ნიშნავს იყო სულიერი მოძღვარი დღევანდელობაში და ახალი აღთქმის მიხედვით როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი? როგორც არისტოტელეს რიტორიკაში წერია, ყველაფერი დასაწყისით იწყება, ხო? მოდი ცოტა უფრო ისტორიულად და სიღრმისეულად დავიწყოთ. არსებობს ორი სახის ღვთისმეტყველება. პირველი, რასაც ღმერთი მეტყველებს თავის თავზე და მეორე, რასაც ადამიანი მეტყველებს ღმერთზე. მე მგონი უფრო პირველია საინტერესო, რასაც ღმერთი მეტყველებს თავის თავზე. განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ არავის არ უწოდოთ არც მამა, რამე თუ ერთი გყავთ ზეციერი მამა და მეორე მოძღვარი ვარ მე მხოლოდ. ცოტა უცნაურია, ხო? აი ამ სიტყვებს პირდაპირ გაგებით იგებენ მწვალებლები და ჩვენ უდებენ ბრალს, რომ რატომ იწოდებით მოძღვარა, თორსა იესო ქრისტეა მოძღვარი, რატომ გიწოდებენ მამაოს, როდესაც მარტო მამა ღმერთს უნდა უწოდოთ ასე, ხო? ეს მათესახარებაში წერია ეგ სიტყვები და ჩვენ რომ ვიცოდეთ თავიდანვე, მე რომ არ მეგონოს ჩემი თავი მოძღვარი და კიდევ ბევრ ადამიანს უნდა ვიცოდეთ რომ ბუნებითი მოძღვარი არის იესო ქრისტე, ბუნებითი ძე და ბუნებითი მოძღვარი, ანუ ყოველთვის ძე იყო და ყოველთვის მოძღვარი იყო და იყო დრო რომ მე არც მამა ვიყავი და არც მამაო არ ვიყავი, ხო? როდესაც ჩემი ბიოლოგიური შვილები შემეძინა, გავხდი მამა და როდესაც მადლით, ხირიტონით, ხელდასხმით გავხდი სასულიერო პირი, მერე გავხდი უკვე მადლით მოძღვარი. გასაგებია ხო? ბუნებითი მოძღვარი და მადლით მოძღვარი რა განსხვავება? ანუ მე ვალდებული ვარ გასწავლოთ ის რაც გვასწავლა თვითონ ბუნებითმა მოძღვარმა განკაცებულმა ღმერთმა. საკმარისია მე გადაუხვიო მარცხნივ ან მარჯვნივ, უკვე იქნება ეს მამა გიორგი თევდორაშვილის მოძღვრება და გავხდები უკვე დასაცინი. ასე რომ არ იყოს იგივე სურჩევ მე ყველა შემოსილ პიროვნებას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ ის მე როგორ ფიქრობ, ან როგორ წარმომიდგენი, არამედ როგორ ფიქრობდა პეტრე, როგორ ფიქრობდა პავლე, როგორ განმარტავდა იოანე ოქროპირი, როგორ განმარტავდა ბასილი დიდი. ეს შეზღუდულობას კი არ ნიშნავს, ეს პირიქით გვანთავისუფლებს ცდომილებებისგან. იმიტომ რომ ბიბლიის საცავში სიბრძნის საცავში რო შევიდეთ, ჩვენ გვჭირდება გასაღები. დაკეტილია და ეს გასაღები არის ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, რომელიც თავისუფლად აღებს კარებს შევდივარ და იქ უკვე ასეთი გამზადებული სულიწმინდით დაწერილი განმარტებები წერია. მე თუ ამ გასაღებით არ შევალ ბიბლიის წიაღში, მაშინ პარავი და ქურდი ვარ და პატარა ფანჯრიდან უნდა გადავიპარო და აი როგორც აინშტაინი ამბობდა, რომ აინშტაინს ეუბნებოდნენ, რომ საიდან ამდენი განათლებაო, ამდენი ფორმულები, საიდან მოიგონეო? არაო, მე ღმერთის ლაბორატორიაში ვიპარებიო და იქიდან ვიწერო ფორმულებსო. ნიუტონმა კი არ მოიგონა მიზიდულობის კანონი, აღმოაჩინა. გესმით? საკმარისია ჩვენი თავით, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ პეტრე გაეკრა ჯვარზე, შილა გაეკრა ჯვარზე, ან სხვა რომელიმე მოციქული, ხო? ამიტომ თუ ჩვენ თანამედროვე მოძღვრები ყოველთვის ასე ვთქვათ ვიხემძღვანელებთ სულიწმინდით განმარტებული ასე ვთქვათ ეგზეგეტიკით, ჩვენ შეცდომას უკვე არ დაუშვებთ.
მისმენს ყველა მიცის ქადაგება იქნება თუ სატელევიზიო გამოსვლა ყოველთვის ციტირებ წმინდა მამების განმარტებით და უკვე შეცდომა გამორიცხულია, იმიტომ რომ ეკლესიას მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დღეს ბევრი პოლემიკა იმართება, ხო, როგორც ხონდებით, რა არის მადლი, რა არის წარწყმედა. ამის შესახებ ეკლესიამ 21 საუკუნე უკვე იმსჯელა და სირცხვილია დღეს ახლა მე ვინმესთან დავჯდე და დავიწყო ამისი მტკიცებულებები, იცი შვილო, ასე, არა, მე უფრო ეხლაფრიდი განმარტებულია 7 სოფლიო საეკლესიო კრებაზე. იოანე დამასკელმა მერვე მე-9 საუკუნეში ეს ყველაფერი ასე თქვა შეკრიბა როგორც კონსპექტის სახით მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. როგორც კი ჩვენ დაგვაინტერესდება რა არის მადლი, რა არის ცხონება, როგორ უნდა გადავრჩე, როგორ უნდა მოვიქცე, ნახავთ და ყველაფერი გამზადებული პასუხები და დღეს თუ რამეზე კამათი მიდის, ეს არის მაპატიეთ უმეცრების ცოდნის ნაკლებობის ბრალი. რამე თუ უმეცრება არის ცოდნის ნაკლებობა. სიცივი არის თითბოს ნაკლებობა, სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა, ხო? სიკეთე ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. ამიტომ მადლობას გიხდით ეკლა თქვენ რომ აი ასეთი საინტერესო გადაცემები გაქვთ TikTok-ზე. აქავე თავს დავიზღვევ და ვიტყვი რომ შეიძლება გარკვეულმა მოძღვრებმა განმეკითხონ რომ მამა გიორგი ხა TikTok-ზე რა გინდა შენ, ხო? აი მე პირდაპირ გეტყვით რომ პავლე მოციქული რო ჩვენი თანამედროვე იყოს ან იოანე ოქროპირი ნამდვილად იქნებოდნენ ისინი სოციალურ ქსელში. როგორ? იმიტომ რომ რომის დროს, ოდესმე რომის იმპერია არსებობდა, სატელიტი ინტერნეტი იყო რომის გზა. სადაც კი რომის გზა შედიოდა, ან სადაც Wi-Fi იჭერდა, იქ მიდიოდა პავლე მოციქული და ქადაგებდა. დღეს პავლე მოციქულის ღვაწლი ჩვენ რო გავიმეოროთ 100 მისიონერი გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და იმას მაინც ვერ გავაკეთებთ. რატო? იმიტომ რომ ის სული წმინდის მადლით მოქმედებდა. იგივეს გააკეთებდა იოანე ოქროპირი, ზუსტად ვიცი რომ მას გვერდი ექნებოდა სოციალურ ქსელში. ამიტომ ის ქადაგებდა რომ ჩვენი ქადაგებაო არისო ძალიან სუსტიო კონსტანტინოპოლს არ სცილდება. ხა კონსტანტინოპოლი მოგეხსენებათ მეორე რომია, რადონის მასშტაბებია, მაგრამ უკმაყოფილო იყო ის თავისი თავით. ანუ ნებისმიერი მოციქული და ნებისმიერი წმინდა მამა გამოიყენებდა ყველანაირ საშუალებას, რომ ყველა ადამიანის ხურებამდე მისულიყო ღვთის სიტყვა, რომელიც ორლესული מחვილივით არის და აღწევს ჩვენს სულში და ჩვენს გულში და ჩვენი განწმენდისთვის არის. და მე მადლობელი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება აი ამ სივრცეში, ასე თქვათ, პირველი სიტყვა თქვა. კი მაქვს მე გვერდი დეფიქ ჩემს გარკვეულ ვიდეო რგოლებს, მაგრამ აი ასეთ ფორმატში, რომ ასეთი განათლებული და გონიერი ჟურნალისტი კითხვებს მისვავდეს, პირველად ვარ. ასე რომ დავიმახსოვროთ შემოკარგებო, მოძღვარი ბუნებითი არის იესო ქრისტე და ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი, რომელიც ხელდასმულია მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკურად, უნდა ქადაგებდეს იმას, როგორც ამბობს წმინდა ბიკენტი ლირინელი მე-4 საუკუნეში. ჩვენ ვქადაგებთ იმას, რასაც ყოველთვის ყველგან და ყველა ქადაგებდა, ანუ ჭეშმარიტებას. და დანარჩენი თუ რამე გაუგებრობა, იცოდეთ რომ გაუგებრობა არის ყოველთვის უმეცრებიდან და ცოდნის ნაკლებობიდან გამომდინარე. აი ეს არის ჩემი პასუხი. დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხისთვის. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე შეკითხვა მე-6-ზე დანომრილი მქონდა და ესეთი ფორმულირებით მქონდა და ალბათ კიდევ მე ამასაც დაამატებთ. ზოგადად მე ვხსნი ხოლმე და რამდენად სწორად ვხსნი, ეხლა თქვენ სიტყვებშიც დავწმუნდი და თქვენი ნათქვამიდანაც დავწმუნდი. ვთვლი ხოლმე, სადაც მეტი საცდურია და სადაც მეტად შეიძლება ეშმაკმა მართლმადიდებელი ქრისტიანის გონება მოწამლოს, იქ უნდა იყოს სადარაჯოზე სულიერი მოძღვრები. მე ესე ვთვლი, ჩემი პირადი მოსაზრებაა და რაღაც დოზით თქვენმა სიტყვებმა ეს ყველაფერი გამიმართლა. კითხვა იყო ესეთი, რა როლს თამაშობს სოციალები რელიგიური კუთხით, როდესაც ვხედავთ უამრავ ლაივებს რელიგიასთან დაკავშირებით, სადაც ხშირ შემთხვევებში არასწორი მიმართულებით მიჰყავთ მრევლი და თვლით თუ არა რომ ასეთ დროს სულიერმა მოძღვრებმა უნდა იაქტიურონ თუ არა სოციალებში, იქ სადაც ყველაზე დიდი ეშმაკის ბუდე და საცდურია იმისთვის რომ დედა ეკლესიამ ცდარი და ცრუ სწავლებების გამო თუნდაც ერთი სულიერი შვილიც კი არ დაკარგოს. და იმხელა ამომწურავი პასუხი დაეცით ამ კითხვაზე,
თუ რამეს დაამატებთ ამ თემას მოგისმენთ თუ არა და უკვე გადავალ შემდეგ შეკითხვაზე. ნამდვილად საინტერესო შეკითხვა და ჭირდება ამომწურავი პასუხი. დავამატებ თეკლა იმას, რომ 2005 წლიდან მე გახლავთ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს მეუფე მიქაელი ბრძანდება და მე თანაშემწევარ მისი და ერთ რამეს ვეთქვი ყველა მშობელს, ყველა მოძღვარს და ყველა პედაგოგს. თუ ჩვენს შვილებს სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ბიბლიას და წმინდა წერილს, ანუ ღვთისმეტყველებას არ ვასწავლით, მათ ამის გაკეთება ციხეებში მოუწევთ. როგორც კი ადამიანს დაიჭერენ და თავისუფლებას აუკვეცავენ, მაშინვე ითხოვს მოძღვარს, მაშინვე ითხოვს ბიბლიას და გულისხმება, რომ მე რომ გარეთ ვიყავი, რატომ არ დავდიოდი ეკლესიაში და რატომ არ მივდიოდი მოძღვართან. თქვენ როლი ახსენეთ, შეგისწორებთ, როლი არა, მისია. მათე სახარება მთავრდება ასე, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი. იქ არ წერია დიდი, პატარა, ქალბატონი, ეროვნება, ხო? ჩვენი ნომერ პირველი მისია არის ქადაგება, ღვთის სიტყვის ქადაგება. სამწუხაროდ ერთ რამეს გეტყვით და შეიძლება ვინმეს ეწყინოს. ჩვენ პროტესტანტები დაგვსინიან, რომ მართლმადიდებლებიო ბიბლიასო ეამბორებიანო, ჩვენ კიდევ კითხულობთო. მარტო ამბორი და წირვაზე მოსმენა ბიბლიის ძალიან ცოტაა, ჩემოკარგებო. არ უნდა გავიდეს ერთი დღე, რომ ერთი თავი მაინც არ წავიკითხოთ, ერთ თავს რომ დაკვირვებით წავიკითხავთ, მეორეს წავიკითხავთ, მესამეს და ყველა ჩვენთაგანისთვის და ყველა თაობისთვის საინტერესო სწავლებებს აღმოვაჩენთ. აი მაგალითად, ეხლა ვიცი რომ ახალგაზრდები ჩვენ გვიყურებენ და მე მინდა მათ შეკითხვა დაუსვა. ყველაზე ერთგული და საყვარელი მოწაფე ვინ იყო? იესო ქრისტეს. იოანე ღვთისმეტყველი, ყველაზე ახალგაზრდა. ყველამ მიატოვა ქრისტე. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ უკანასკნელ ავაზაკსაცო ვიღაცები გააცილებდნენო ჯვარზე და ერთგულად ბოლომდე მიყვა იოანე, რატო ახალგაზრდა იყო, შემართებული იყო და შეიძლება ცოტა უფრო დაკიდეს ხო თავში, რა არ დაფიქრდა. ცოტა ასაკიანი ხალხი დაფიქრდებოდა, ახლა მე შეიძლება შემივპყრონ პეტრემ სამჯერ უარყო, ხო? მაგრამ იოანე არც კი დაფიქრებულა და რა მოისმინა იოანე, მინდა ყველა ახალგაზრდამ ეს დაემახსოვროს, მაცხოვრის ჯვარცმასთან იდგა დედა ღვთისმშობელი და იოანე. დედა, აი შვილი შენი, იოანეზე მიმართავს ღვთისმშობელს და შვილო, აი დედა შენი. და ეს სიტყვები მინდა ყველა ახალგაზრდამ დღეს მოისმინოს. ახალგაზრდებო, თქვენ დედა ღვთისმშობლის შვილები ხართ. არასდროს შეიგინოთ დედა, არასდროს იბილ სიტყვაოთ. ბევრი იკითხეთ, ბევრი იმეცადინეთ. კარგია ფიზიკა, მათემატიკა, მე 5 შვილის მამა გახლავარ და ჩემი შვილები ყველა უმაღლესი განათლებით არის. და ჩემს ოჯახში პრიორიტეტი არის წიგნი, სულიერება და ხორციელი განათლება. ამის გარეშე ჩვენ წარმოუდგენელია რომ ღმერთი შევიმეცნოთ, მაგრამ მშობლებო, თუ დაკავთ ქიმიაზე, ფიზიკაზე, სპორტზე, რატომ არ დაკავთ ეკლესიაში? იცით, ჩვენ როცა მოვუწოდებთ, რომ სად არის თქვენი შვილი ან შვილიშვილი, აი დრო არ აქვს. რისთვის არ აქვს დრო? 6 დღე ხო არის კვირაში, ხო? ნუ თუ არ შეიძლება რომ ჩვენი შვილები 1 საათი მაინც მოვიყვანოთ ეკლესიაში, თუმცა პატარები რო იყვნენ დაბყავდა. მაგრამ არ გაჩერდნენ, რატო იცით, რომ იქ რაც ესმოდათ, იმას ცხოვრებაში ვერ ხედავდნენ მშობლებში. აი ერთ პატარა პატერიკს მოგიყვებით, რუსეთში ხდება ასეთი რამე, ასეთი ლავრა არის ძალიან დიდი, როგორც ჩვენ დასვეტე ცხოველი და დავით გარეჯი. სერგეევის ლავრა ქვია, მონასტერია ძალიან დიდი და იქ არის პატარა, ესე იგი, მსჯავრდებულებისთვის საპყრობილე, მოზარდებისთვის საპყრობილე. იქ შევიდა ერთი მოძღვარი და უქადაგებს ბავშვებს ღმერთზე. და ერთმა ბავშვმა დაიწყო ტირილი. რატო ტირი ხარო ეუბნება? დედა ჩემიო, ამ ლავრის მრევლიაო. მერეო გაიყვანა ცალკე. მერე ერთ ლოცვას არ აცდემსო, მაგრამ სახში რომ მოდისო, ტელევიზორს უყურებსო, ისეთ უხამს ფილმებს უყურებსო, იწევლებაო და ბიციტყვაობსო. და დაბრკოლდა, გესმით? და ძალიან ბევრი ჩვენი სამწუხაროდ სასულიერო პირის შვილებიც, ხო? შეიძლება დაბრკოლებულები არიან მშობლებზე. ეს გულახდილად მინდა რომ თქვა, არავისკენ არ გავიშვერთ ის, რომ რასაც ეკლესიაში ისინი ისმენენ და ხედავენ, სამწუხაროდ იმას ცხოვრებაში ვერ ხედავენ.
და ბავშვი რომ მოიყვანეთ ეკლესიაში მარტო ის არ უნდა უთხრა რომ პირი გააღეშვილო ეხლა მამაო გაზიარებ ცოტა ხანი უნდა ჩამოუჯდეთ და მის ენაზე გადმოუთარგმანოთ სახარება რაზე წაიკითხა მამაო ან რომელი წმინდანის ხსენება სამწუხაროდ ეს ბევრგან ასე არ ხდება ხო ღმერთმა დაგლოცავთ გილოცავთ კარგად იყავით არ არის საკმარისი შემოკარგება 21 საუკუნეა დღეს ბავშვები აგერ შედიან და უამრავ ქადაგებას ისმენენ ჩვენ ხო უნდა უთხრათ შვილო ეს არ არის სწორი ქადაგება ეს სწორი ქადაგებაა მაგრამ ჩვენ თუ არ უთხარით ჭეშმარიტება სად არის ისინი დაიწყებენ ძებნას და ვერ იპოვნიან და ასეც ხდება ფაქტიურად ხო ძალიან ბევრი ახალგაზრდა თვითმარქვია გახდა თვითონ თავის ჭკუაზე განმარტავს და მან არის ის ნებიც და ზოგი უნებლიეთ ნებსი არა ისინი ზუსტად ვიცი რომ ეკლესიის წრები კი არა მათ ასე ესმით მე ჩემი ბავშვობა მახსენდება 90-იანი წლები საბჭოთა არმიის რიგებიდან რომ დაუბრუნდი მინდა რომ წავიკითხო ბიბლია მაგრამ ვინ უნდა გამიმარტოს ხო ერთმა პატიოსანმა მოძღვარა მეთქე წადიო შვილო ისწავლეო და შენ გამოდიო ისეთი მოძღვარი როგორიც შენ გინდა რომ ყავდეს ანუ როგორი თბილი მოსიყვარულე მცოდნე მოძღვართა რომ მეხვდა გეტყვის დრო არ ამაქო აპატიეთ რა რას ქვია აბარისი დრო გაქვს როგორ შეიძლება წილვა დასრულდეს და ყველა წავიდეს სახლებში მაშინვე არა ეს ყველაფერი ჩვენ ხო უნდა გადავხარშოთ რაზე იყო დღევანდელი სახარება აი ამ წმინდანის ცხოვრება ჩვენ ხო შეგვიძლია წავიკითხოთ მაგრამ მოძღვარი სხვანაირად დაგვიხსნის სხვანაირად დაგვანახებს ამ ყველაფერს მაგრამ ცოტა გვეზარება მაპატიონ ჩემმა ძმებმა არ განვიკითხავ ცოტა გვეზარება ჩვენ და ის ვინ ცოტა აქტიურობთ ახლა სოციალურ ქსელში განვიკითხავენ რომ აი Facebook-ის ღვდლები რაც გინდა ისა თქვა ახლა TikTok-ის ღვდლებს დაგვიძახებენ ხო ალბათ მაგრამ ღმერთი არ მეტყვის რომ მამაო რატო იყავი TikTok-ზე რატო არ იყავიო იმას მეტყვის მე ხვალ არ ვიყავი დიდი ხანი მაგალითად 10 წლის წინ არც სოციალური ქსელი მქონდა არაფერი და ჩემმა მრევლმა მითხრა მამაო თქვენი YouTube-ზე იყო ხოლმე ჩემი ვიდეო რგოლები საპატრიარქოს ტელევიზიაზე რომ გამოდიოდი და ბევრი ვიდეო რგოლები იდებაო და ბევრი მოწონებები აქვს და არ გინდაო მამაო რომ Facebook-ი გაგიხსნათ მეთქე ეგ რა არის რა საჭიროა აი ასე გამიხსნეს და დავარქვის სამეუფეო გზა მე არ ვჩანდი საერთოდ ვინ ვიყავ და მე ძალიან ბევრი მოწონებები ქონდა ჩემი ნააზრევები იცით რომ რაღაცებს წერ ხომ ხანდახან და ეგ რას ნიშნავს მეთქი იმას ნიშნავს რომ მამაო თქვენ ქადაგებას 1000 2000 3000 ადამიანი რა კარგი რამე ყოფილა მეთქი გამიხარდა მე მაშინვე და ეხლა 30000 გამომწერი მყავს აქედან ნახევარზე მეტი ხო მაინც მომისმეს კაი თქვა 5% მლანძღავს 25 ხო დაფიქრდება შეიძლება არ მეთანხმება შეიძლება მაკრიტიკებს მაგრამ დადგებად რომ ღვთის სიტყვა ჩაითესება მათ გონებაში და ყველაზე ძალიან რო გაუჭირდებათ მე გაახსენდებათ უდლების ნაკადაგები TikTok-ზე ხო რა ვიცი მე ასე რომ ერთი და კარგული თუკი მე კონსტიტუცია დამიწერა ქრისტემ რომ წადი და მოიმოწაფე პავლე მოციქული უფრო მე ყველასთან ყველაფერი გავხდი რათა ისინი შემეძინა ურჯულოსთან რჯულიერი უპატიოსთან პატიოსანი მაგრამ სიყვარულით აი ხანდახან იციან ხოლმე თეკლა აი მამაო ეს შეიძლება ეს პავლე რასამოს უყურეთ ნახეთ რამხელა ბრძენია პავლე რომ ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია ანუ თავისუფალი ვარო მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არისო ხო და ჩვენ ახალგაზრდებს უნდა უთხრათ სანამ ისინი ახალ ველოსიპედს მოიგონებენ უკვე ბილიკე შვილო გაჭრილია ტყეში და არ გადაუხვიო აქეთ-იქით უსიერ ტყეში დაიკარგები და მგელი შეგჭამს რა მეც ვიყავი შენ ხელა მიკრო და თავში რაღაცები და მოდი გთხოვ შვილო აი ამ გზაზე გაიარე რა აი ამ გზაზე გაიარე და იარე სწორედ მშვიდად აუჩქარებლად მე შენ გვერდზე ვარ მე ვიქნები შენი მასწავლებელი იგივე სენსეი თანამედროვე ენაზე რო თქვა ხო სპორტსმენების მასწავლებელი ჩვენს დავდიოდით სპორტზე რა უნდა დააშავონ ახალგაზრდება ჩვენ უკვე რომ არ დაგვეშავებინოს ბავშვობაში ხო რატომ დაადგინა მღვდლად ადამიანი და არ ანგელოზი თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ანგელოზი რომ TikTok-ში ჩაერთობოდა ან ანგელოს რო ახსარება უთხრა მაშინვე ცეცხლს ჩამოიყვანდა და დაგწვავდა ხო ანგელოზი ვერ გაიგებდა რა რეებს მეუბნე და მღვდლად
ადამიანი დაადგინა ღმერთმა, რომ უდელი ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ ხელდასხმული და მისთვის არანაირი ცოდვა უცხო არ არის, რა თქმა უნდა, ადრე, ხო? და ამიტომ აი ესეთი მოძღვარი იყო მამა ანტონ გულიაშვილი, რომელიც ბათუმში მოღვაწეობდა. და ესეთ რამეს ამბობს, რომ ჩემთან მოვიდაო ახალგაზრდა ბიჭი 14 წლის, რომელმაც უკვე მოასწრო ძალიან ბევრი სივილწეო. და რომ ჩამაბარა ახსარია და ეხლა ელოდებოდაო, რომ მე მეხს დავატეხავდიო თავზე. და უთხარი შვილო, არა უშავრა, ეგენი მეც ჩადენილი მაქვსო. და სახე გაუწყინდა. თუმცა ჩადენილი არ ქონდა, მაგრამ ესე რაღაცნაირად შეუმსუბუქა, ეს წმინდა მამების სტილია. მაგრამ თუ ჩვენ დაყენებული სახით რიგორისტულად ესე დავიწყებთ ახალგაზრდების განკითხვას, შემაწანწალა, შეუარგისო, აუ ტატუები გაქვს, აუ თამბაქოს ეწევი, აუ შენ ღამის კლუბში იყავი, აუ შენ რა გეშველება, შე ტარტაროზო და ასე შემდეგ, არა. როგორც საკუთარი შვილები, ისე უნდა ჩავიკრათ გულში ის ბავშვები. მე ყველას უყურებ, როგორც ჩემ 4 ქალიშვილი მყავს და 1 ვაჟიშვილი და ყველას უყურებ, როგორც ჩემ შვილებს. რა მნიშვნელობა აქვს მას, რა უსვია თავზე, რა უკეთია, რა როგორ არის. ის არის ოქრო ნაგავში ჩაგდებული. და მე ჩემი მისია რომ ის ოქრო ამოვიღო იქიდან, გავასუფთავო და თავის ადგილზე დავაბრუნო. მაგრამ მე თუ შევაფასებ იმას, რომ ეს ბინძური, ჭუჭყიანი, ცოდვილი რა გამოვა, მე ჩავარდები განკითხვაში, ხო? და უფრო დიდი ნაპრალი გახდება ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. მე ვფიქრობ, რომ თქვენაირი ჟურნალისტები და თქვენაირი გადაცემა ძალიან ბევრი უნდა იყოს, რომ TikTok-ში ცუდი გადაცემებისთვის ადგილი აღარ უნდა იყოს. თქვენ უნდა დაიკავოთ სივრცე. იცით, არ მინდა რომ შეგაქოთ, მაგრამ ვერ დავმალავ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, ჩემმა გამომწერებმა და სულიერმა შვილებმა, თეკლას ვიცნობ, თეკლას უსმენთ, უყურებთ და ძალიან კარგი ადამიანია და მოგწონსო მისი ლაივები. ასე რომ მადლობა. მე თქვენთან მქონია გადაკვეთა, უბრალოდ თქვენ არ გეცოდინებათ. თქვენამდე არ მოვედი, მომერიდა მაშინ და მაგიტომ დედასგან ვიცი თქვენ შესახებ, თქვენ ძალიან კარგად წერთ და სასწაული შემოქმედება გაქვთ და იყო პერიოდი, როდესაც პატარა იყო ჩემი ქალიშვილი, ვასწავლიდი პატრიოტულ ლექსებს და მაქედან გამომდინარე ჩამიგდო 1-2 თქვენი ლექსი ემიგრანტია და ემიგრანტები როგორ გადევნებენ თვალს, თქვენ კარგად იცით და მოგეხსენებათ და იყო მომენტი, როცა სალი კოლხელის კრებული მოგიტანეთ ტაძარში და მესანთლესთან დაგიტოვეთ, იმიტომ რომ მომერიდა თქვენამდე მოსვლა, რადგან არ გიცნობდით მაშინ. და აი აქედან დაიწყო თქვენზე თვალყურის დევნება, როგორი ქადაგებები გქონდათ, როგორი პოეზია გქონდათ და სხვანაირად გულში მოხვდით და გიორგის იმიტომ ვარ ესეთი მადლიერი, სადაც მაშინ მე მომიხათრა ეს წლების წინანდელი ამბავია, სადაც მე მომერიდა თქვენამდე მოსვლა, ალბათ უფლის ნება იყო, რომ პირველი სულიერი მოძღვარი, რომელიც გიორგი მითხრა, რომ იცი რა თეკლა, მამა გიორგი სიამოვნებით ჩაგერთვება, ვესაუბრე მას შენზე და თქვენ აღმოჩნდით. ვიცოდი, ვიზეც იყო საუბარი, მაგრამ გვარის დაკონკრეტება მაინც მოვთხოვე. ფიქრობდი მეთქი ადამიანი ვარ, იქნება ვწდები და თქვენ აღმოჩნდით და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი ნიშანი საიმისოთ, რომ სწორ ადგილას მოვხვდი და თქვენამდე მე თუ ვერ შევძელი უფალმა ისევ მომიყვანა და მადლობა უფალს და მადლობა გიორგის იმისთვის, რომ ჩვენი გზები ესე კიდევ გადაკვეთა ხელმეორედ. ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის ეხლა, რასაც უყურებ ხოლმე, ვუსმენ ძალიან ბევრ არასწორ ქადაგებებს, თქვენი ახსნის არ იყოს ახალგაზრდებისგან, მაგრამ რამდენად სწორად უსვამ შეკითხვას, ეს მაინტერესებს ეხლა თქვენგან და მე უკვე გაშლით ამ თემას. როგორ უნდა არჩიოს ადამიანმა სულიერი მოძღვარი და საერთოდ სწორია თუ არა ეს ფორმულირება, რომ მოძღვარი უნდა არჩიო. იმიტომ რომ ნახეთ რეგიონებში ნაკლები შესაძლებლობაა. ჩემს ბავშვობაში, როდესაც მე მოვინათლე სამტრედიაში ვცხოვრობდით მამაო და მაგ პერიოდში სამტრედიაში საერთოდ დაძარი არ იყო. ილორის წმინდა გიორგიში მოვინათლე და იანეთში ქალაქიდან ძალიან შორს, მაშინ ტრანსპორტის პრობლემა იყო, ისეთ პერიოდში ვიყავი, არეულობის პერიოდი იყო მაშინ და ფეხით გვიწევდა ტაძარში, ფეხით მატარებდა ხოლმე დედა. ანუ ქალაქში საერთოდ არ იყო ტაძარი. და მერე გაიხსნა პირველი ტაძარი სამტრედიის ცენტრში და იქ გავაგრძელე მერე უკვე სიარული. და რამდენად სწორია ეს, რომ აარჩიოს სულიერი მოძღვარი. დიდ ქალაქებს აქვს ამის ფუფუნება, რომ თქვათ მიხვიდე გაესაუბრო, შენ იგრძნო რომ მასთან გახსნილი ვერ იქნები, ვერ ისაუბრე ბოლომდე გახსნილად და სხვასთან ეძებო მერე უკვე გადახვიდე იქნებ სხვა ვნახო. ეს რამდენად სწორია ეს მიდგომა.
თქვენ უფრო ლამაზად აღნიშნეთ, ადრე იყო ჩემ დროს მოდაში ავიყვანო მოძღვარი და ერთ მოძღვართან მივიდა გოგონა და მამინდა რომ აგიყვანო რა დაბაშავეშვილი რატო უნდა ამიყვანო უყურეთ თეკლა ხო იპოვნე მოძღვარი ვინც ეძებს პაულობს ხო იოროს თეოს ვლახოსი მართლმადიდებელ ფსიქოთერაპიაში ამბობს რომ უნდა ილოცო ითხოვო რომ შესაბამისი მოძღვარი გამოგიგზავნოს ღმერთმა და ბუნებითი მოძღვარი ესო ქრისტე აუცილებლად გამოგიგზავნის არ უნდა ვიჩქაროთ პირველ რიგში ზოგს გონია რომ ვისაც პირველი აღსარება ჩააბარა ის არის მისი მოძღვარი არა უყურეთ არსებობს დაწყებითების პედაგოგი ხო პირველი კლასიდან მეოთხე კლასამდე მეოთხე კლასიდან მე-9 კლასამდე არის სხვა პედაგოგი კიდე ხო და მე-9 კლასიდან მე-12 კლასამდე სხვა პედაგოგია თუ ისეთი პედაგოგი შეგვხვდება მოძღვარი რომელიც პირველი knowledge გუფლიდან მე-12 კლასამდე და სასულთევლამდე გაყვება დიდებულია და ბრწყინვალეა ხო ნახეთ პედაგოგი სიტყვა პედაგოგი რას ნიშნავს ეს არის ბერძნული სიტყვა პაისი არის ბავშვი და გოგია არის მყვანებლობა, ყრმათ მყვანებლობა. ანუ ესეთი პიროვნება იყო მონა, რომელსაც ბატონის შვილი მიყავდა დიდასკალოსთან, ანუ დიდ მასწავლებელთან. ანუ მოძღვრის მასწავლებლის მოვალეობა არის, რომ ბავშვი, ანუ ნებისმიერი ადამიანი, ყველა ხო ჩვილია ქრისტეში, მიიყვანოს იესო ქრისტესთან. მოძღვარი თუ ადამიანს მიიყვანს თვით განდიდებამდე, აი ჩემი მამაო, სხვა მამაოებს ვერ უსმენ, ჩემი მამაოს წირვის გარდა ვერავის ვერ უსმენ. უკვე სექტა, უკვე დავუპვა. ნებისმიერმა მოძღვარმა მრევლს უნდა შეაყვაროს იესო ქრისტე. გაიხსენეთ პეტრე მოციქულის სიტყვები, ხო? გიყვარმია დამწყემსე ვინო, შენი თუ ჩემი, ჩემიც ხო ვარნიო, ხო? და თუ ეს გვეცოდინება, რომ ბუნებითი მოძღვარი ქრისტეა, ჩვენ ყველა ვართ პედაგოგები, რომელსაც ბავშვი უნდა მივიყვანოთ ჭეშმარიტებასთან და აუცილებლად თეკლა როგორც თქვენ იპოვნეთ, ვინც გულით ითხოვს, ვინც რეკავს გაიღება, ვინც ითხოვს მიეცემა. მაგრამ შეიძლება ერთ ადამიანს ჩააბარო ახსარება რაღაც მე ცოტა გავიზარდე და აღარ მაკმაყოფილებს იმ მამაოს ცოდნის დონე, ხო? სირცხვილი არ არის. მამაო, მადლობა, ნახვამდის დიდი მადლობა რომ აია მასწავლეთ და ეხლა მივდივარ მე-4, მე-5 კლასში თქვა. და შეიძლება წლების და შეიძლება მეცაც გეტყვით რომ შეიძლება მოძღვარი საქართველოშიც არ ცხოვრობდეს და ესე ტელეფონით და იმით კონდეს ურთიერთობა. ან საერთოდ არ იცნობდე მისი ქადაგებებით იქნა დამოძღვრილი. მაგრამ შეიძლება სხვა მოძღვარმა წაგიიტყო შენდობის ლოცვა და მოგცეს კურთხევა ზიარებაზე. მოძღვარი ესე მარტივი ასარჩევი არ არის, შესარჩევი, ხო? ითხოვეთ გული და სულით და თქვით, რომ მოიარეთ რამოდენიმე ტაძარი და ვისი ქადაგებას შეეხება თქვენ გულს და რაღაცნაირად გათბება გული, ხო? და გინდა რომ შეეფარო როგორც წიწილა კრუხს. აი ესეთი მდგომარეობას, აი მაშინვე მიხვდებით, რომ ის უნდა იყოს თქვენი მოძღვარი. და ნუ ეტყვით რომ მაინც და მაინც ჩემი მოძღვარი მინდა იყოთ. მამაო, შეიძლება რომ ახსარება ჩაგაბაროთ. მაშინ აი ახსარება მოძღვარი მინდა რომ იყოთ. მე ყველას ვეუბნები. მოიცადე რა, ნუჩქარო. იარე ნარეყალაზე და თუ წვაში დაგიჯდება ჩემთან ურთიერთობა დარჩი შვილო და ეხლა რომ მითხრა მოძღვარი იყავი და მე წახვიდე გული მეტკინება არ გინდა რა ნუ დამარქვე მოძღვარს კაცო მოძღვარი მქვია მაგრამ შენი მოძღვარი ჯერ ვერ ვიქნები იმიტომ რომ შენ ეხლა ცოტა აჯიტირებული ხარ შეიძლება ხოლე გადაიფიქრო და მე უკვე რაღაც არ არის ლამაზი ხო მამა გიორგისთან დავდიოდი იმასთან დავდიოდი და რაღაცნაირად არ არის ლამაზი აი თვითონ ჩვენი სული გვიკარნახებს აი მაგალითად ხორციელად ჩვენ ხო ვიჩევთ ჭიდაობა მიყვარს კრივი მიყვარს თუ რა მიყვარს ხო არის ადამიანს ეთყობა რომ აი მოკრივე უნდა გამოვიდეს კალადურთელი მონაცემები ესეთი აქვს ხო და სულიერად უკვე მიხვდება რა ყველა გონიერი ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა იქნება იტყვის აი ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემი მოძღვარი რატო ისე შეეხება მის სულს აი როგორც პეტრე რომ თევზაობდა თელი ღამე რო ვერაფერი დაიჭირა და როგორც კი მივიდა ქრისტე და უთხრა ბადეო მოისროლეო მარჯვნივ ხო უყურეთ პეტრე რო ქართველი ყოფილიყო იტყო და შენ მე რას მასწავლი კაცო თელი ღამე თევზაობდი ხა ვის გაუგია დღისით თევზის დაჭერა ხო მაშინვე დაემორჩილა
მიხვდა ვინ იყო მის წინაშე და რა უთხრან გახსოვთ გამშორდი უფალო ცოდვილი ვარო და მიატოვა თავისი ბადე თავისი ნავი და დაემოწაფა როცა მოძღვარს ახლა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მე ბევრი ადამიანი მწერს პირადში მირეკავე როცა მოძღვარს რამეს ვეკითხებით უნდა გავითვალისწინოთ თუ არ ვაპირებ მოძღვრის პასუხის გათვალისწინებას და რამის შეცვლას მაშინ ნუ შევეკითხებით და ასევე მინდა დავძინო აი ცოტა მაპატიე ცოტა უდლების გასაგვანთაც მინდა ვთქვა მაპატიონ გადნიერება მონასტერში ცხოვრობენ მორჩილებით და ერში ვცხოვრობთ რჩევებით ეს რას ნიშნავს აი მე მამაო მაკურთხა რომ უნდა გავთხოვდე ამას უნდა გავყვე იმას არ უნდა გავყვე ცოტა გადამეტებაა აქ ადგილი მონასტერში იღუმენია იქნება თუ იღუმენი ერთად ცხოვრობენ და იქ ყველაფერი მართლა მორჩილებით არის იმიტომ რომ ისინი სული ერთად არიან მაგრამ ადამიანი წელიწადში ერთხელ რომ მოდის და ორ თვეში ერთხელ რომ მოდის ის ჩემი კურთხევით როგორ იქნება ხო უკვე ჩემოდნები რო ჩაალაგა და ამერიკაში მიდის და მეუნება მაკურთხევ ეს არ არის სწორი უნდა მითხრას დამლოცე რომ მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და უკვე მივდივარ და გზა დამილოცე მაგრამ სანამ ჩემოდნებს ჩაალაგებს მანამდე უნდა მკითხოს მამაო თქვენ რას მირჩევთ კარგია რომ მე წავიდი ამერიკაში ხო აი ესეთი რაღაც გვეშლება ჩვენ რა და მე ვცდილობ ყოველთვის რომ რჩევები მივცე რჩევის გათვალისწინება შეგიძლია ან გაითვალისწინებ ან არ გაითვალისწინებ მაგრამ კურთხევა უკვე ვალდებული ხარ რომ შეასრულო და ექიმთან რომ მინდა წავიდე და კბილი მაწუხებს ამას კურთხევა არ ჭირდება ხო უნდა ნახო კვალიფიციური სტომატოლოგი და არა აი ყველაფერი მამაოს არ უნდა ვკითხოთ რა მამაოს უნდა ვკითხოთ სულიერი საკითხები რატო იმიტომ რომ შედარებით მეტი გამოცდილება აქვს მამაოს და სანამ შენ წაიტეხავ ცხვირს მანამდე მამაო გეტყვის რომ შვილო მოც შეყომდი რა ესე ნუ გააკეთებ და ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ესე პირდაპირ აი მე შენ ღუდელი გაკურთხებ და მე შენ ღუდელი ასე გელაპარაკები ცოტა რაღაც ესეთი ძალაუფლების აჟიტირებაა და მეტი არაფერი ხო ვიცით ახალმოსულ ადამიანს რო ეგრევე აძლევ კურთხევაში კურთხევაც არის ის იმან რა არის ხო ამიტომ ცოტა აი მაშინ აი თქვა გოგონა შემოვიდა ვულგარულად ჩაცმული ხო გამოენთება მესამთლიანს დიქაროსნები წაავლებენ ხელს გაათრევენ გარეთ ის მეორეთ აღარ მოვა ეკლესიაში ხო ჯერ იმას აუხსენი რა შეიძლება რა არის კარგი და ცუდი რა არის მერე გაიგებს პავლე მოციქული ტიმოთეს აი ახალგაზრდებს მინდა ურჩიო რომ ორი ეპისტოლე არსებობს პავლესი ტიმოთეს მიმართ ტიმოთე ახალგაზრდა ბიჭი იყო და გახდა ეპისკოპოსი ძალიან კარგი დარიგებებია განსაკუთრებით პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე ხო პავლე მოციქული არიგებს ტიმოთესო ასწავლეო შეაგონეო და მერე შერისხეო შენ რო პირდაპირ შერისხვაზე გადადიხარ ჯერ არაფერი გისწავლებია კაცო შეიძლება მასალებელმა ბავშვს უმეცარი ეძახოს თუ არაფერი არ ასწავლა ხო და მოძღვრის თვალებში რო ის ადამიანი რომელიც ნახევრად შიშველია ან რაღაცა ზემოგვინიელი ველურივით ტატუები აქვს ხო ეტყვის რომ არა უშავშვილო ამას მივხედო მოდი ჯერ სულს მივხედოთ და სული რო განეკურნება მერე სხეულიც განეკურნება მაგრამ ქვევიდან რო იწყებ პირდაპირ ხორციელიდან რო იწყებ ის ადამიანი გაიქცევა რატო ამაყია ამპარტავანია შენ თვითონ ამაყი ხარ და იმან რა უნდა ისწავლ იმან უნდა ისეთი რამე დაინახოს ჩვენში რაც მას არ აქვს ის ახალმოსული რომ მღვდელში მესამთლეში და სტიქაროსანში უფრო მეტ ამპარტავნებას ხედავს ვიდრე თვითონ აქვს მაშინვე განვიზიდავთ ჩვენ იმ ადამიანებს მაგრამ მას როგორც საკუთარ შვილს ისე რომ შევხვდები თითქოს სკოლიდან მოვიდა და ხელს მოუხვევ და ვეამბოვრები და ვიტყვი მამი როგორ ახარ ჩემო კარგო აბა შემოდი მოდი აბა რაღაცა ისე ლამაზად ისეთ ბილად ისეთი სიყვარულით შევხსნით იმ რაღაც ჟესტებს ხო მე წყნარად ვიდეთ მაგრამ არა ესე პირდაპირ არაფერი გისწავლებია და მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიხარ ამის უფლება არავის არ მოუწია გაიმახსოვრეთ გაიხსენეთ ქრისტემ რა თქვა ვინცო უცოდელი ხართო მან ესროლეთო ქვა ამ მეძავს ხო მაგრამ ის მეძავი კი არ ვთქვა გააგდელე შენი მეძაობაო ხო წადიოდა ნუღარ შეცოდაო ეს ცოდნაა ჩემოკარგებ ეს სახარებაა და ეს თუ არ ვიცი ჩვენ მარტო ესე ჯურის გადასახვა და რაღაც ეს ცოტა ზედმეტია რა და საჭიროა მეტი სიყვარული, მეტი ცოდნა, მეტი სიმდაბლე, მეტი უბრალოება და
ნაყოფი მაშინვე გამოჩნდება. ნაყოფი რა იქნება? გათბება ადამიანი და მისი გონება განახლდება. მეტანოია რა არის? გონების განახლება, ცვლილება. არსებობს პეტრეს აპოკრიფული სახარება, რომელიც არაკანონიკურია, მაგრამ მეორე რამე საინტერესოა. როდის ხდება ადამიანში სინანული? როცა მარჯვენა ხდება მარცხენა და მარცხენა ხდება მარჯვენა. ეს როგორ გავიგოთ? ადამიანი რო შემოbrunდება მარცხენა და მარჯვენა ხო გადაადგილდება. ანუ მიდიოდა უფსკრულისკენ, შემოbrunდა და წამოვიდა სასუფევლისკენ. აი ეს არის სინანული. რო შეცვალე ადამიანი, შეცვალე სიტყვით, შეცვალე მადლით, ცოდნით, სიყვარულით, მაგრამ მაშინვე შენიშვნებით რო იწყებ შეცვლას, თანამედროვე ახალგაზრდები ძალიან ქედმაღლები არიან. ჩვენ 90-იანებში ესეთები არ ვიყავით, ხო, უფროსებს უსმენდით, თავს უკრავთ.